ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას უყვარდა თავისი პატრიარქი. რა თქმა უნდა, ეს სიცარიელი, რომელიც ახლა წარმოიშვა, ყველასთვის კიდევ უფრო მეტად დაუმძიმებელი გარემოება არის. მე მგონია, რომ ეს გზა ილია მეორის გზა არ დასრულებულა 22 მარტს. უწმინდესი გააგრძელებს ზრუნვას, მისი სული გააგრძელებს ზრუნვას ამ ქვეყანას და თითოეულ ჩვენთაგანზე. მას შეეძლო ყველა ადამიანის გონებამდეც და გულამდეც მიეტანა სათქმელი. ამიტომაც არის განსაკუთრებით დასაფასებელი მისი ღვაწლი, სწორედ რომ ერთის მხრივ ერის მობრუნება ქრისტესკენ, სარწმუნოებისკენ და მეორეს მხრივ იმ უარყოფითი გავლენების და ზემოქმედების აღმოფხვრა, რომელიც მუდმივად იყო გამოწვეული იმპერიალისტური ნაბიჯებით რუსეთის იმპერიის მხრიდან. ილია მეორე იყო ყოველთვის ყველა მხარესთან, ყველა მხარისათვის. წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი. 1920 წელს ამ სიტყვებით გალაქტიონმა ზუსტად აღწერა ის, რაც საქართველოს 13 წლით ადრე დაემართა. გაივლის კიდევ დაახლოებით 120 წელი და საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვლება საქართველოს ისტორიაში მეორე ილია. ილია მეორე. არ არსებობს ისტორიაში ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს. შორს რომ არ წავიდეთ, გამონაკლისი არც ილია ჭავჭავაძე იყო, არც გალაქტიონი, არც ილია მეორე. ის ძალიან ბევრ ადამიანს არ უყვარდა, ჰყავდა ბევრი კრიტიკოსიც და მტერიც. მაგრამ ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას უყვარდა თავისი პატრიარქი. პატრიარქი, რომლის გარდაცვალებითაც კიდევ ერთი ეპოქა დამთავრდა. ამ ეპოქაზე ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, პოდკასტის ფორმატში არ გვაქვს პრეტენზია, რომ მცირე ნაწილს მაინც მოვიცავთ მისი ძალიან დიდი ცხოვრებისა და მოღვაწეობისაგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება. და ამ ეპოქაზე საუბარს დღეს ჩვენ წარმართავთ იმ ადამიანთან ერთად, რომელიც პირადად იცნობდა მას და იცნობდა ძალიან კარგად. მივესალმებ ბადრი ჯაფარიძეს, ილია მეორის სულიერ შვილს, მაგრამ სულიერ შვილობასთან ერთად ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აკავშირებდა ილია მეორესთან. და პირველი გამხსნელი შეკითხვასავით ალბათ ჯობს ასეთი იმპროვიზაცია გავაკეთოთ, წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ, როგორც ამ ეპოქის წარმომადგენელი, ესაუბრებით მომავალ თაობას ადამიანებს, რომლებმაც საერთოდ არაფერი იციან ილია მეორის შესახებ და როგორ წარუდგენდით მათ მის პიროვნებას. ხო, რა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ყველას ვისთვისაც უწმინდეს მომენტარესი სულ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო სულიერ მამა და სულიერ მოძღვარი, ყველა გრძნობთ თავს დაუბლებულად. იმდენად ბევრს ნიშნავდა ის თითოეულ ჩვენთაგან ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ეს სიცარიელი, რომელიც წარმოიშვა მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდგომ, ალბათ არ შეივსება დიდხანს. და ეს, რა თქმა უნდა, ყველასთვის განსაკუთრებით იმ დროს, როცა ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, არის განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად დამწუხრების მიზეზი, იმიტომ რომ კი უწმინდესი იყო ფიზიკურად სუსტად ბოლო წლები, მაგრამ ყველას გვეგულებოდა ის, რომ ის ცოცხალი იყო და შესაბამისად ყველას ჰქონდა განცდა, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში აუცილებლად გადადგავდა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ ქვეყნის გადარჩენას სჭირდებოდა, როგორც იყო წარსულში არაერთხელ და შესაბამისად ასეთ კრიტიკულ დროსაც, რა თქმა უნდა, მისი სიტყვა, მისი შეგონება, მისი ქადაგება განსაკუთრებულ როლს იზენდა. და რა თქმა უნდა, ეს სიცარიელი, რომელიც ახლა წარმოიშვა, ყველასთვის კიდევ უფრო მეტად დაუმძიმებელი გარემოება არის იმ ვითარებაში, რომელიც ახლა ქვეყანა იმყოფება, ყველა ჩვენთაგანი იმყოფება. მაგრამ ჩვენ ნახეთ უზარმაზარი რამ, რომელიც მან შეძლო თავისი გარდაცვალებიდან
რამდენიმე დღეში, როდესაც გააერთიანა მთელი ერი პრაქტიკულად ესეთი ერთობა, რაც ჩვენ ნახეთ, როდესაც ადამიანები შვიდად წვიმაში, ქარში იდგნენ და თავიანთ რიგს ელოდებოდნენ, რომ გამოთხოვებოდნენ უწმინდეს, ესეთი ერთობა მე არ მახსენდება. ხო, ეს დღეები, გასვენების და პანაშვიდების დღეები ალბათ კიდევ ცალკე თავი არის ილია მეორის ამ ქვეყნიური გზისა, რომელზეც ალბათ ცალკე კიდევ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა არ მახსოვს და არ ამგონია რომ ვინმეს ახსოვდეს მსგავსი საქართველოში, ხო, რაც ხდებოდა მართლა, როდესაც ერის მამა გარდაიცვალა, ახლა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა ჩვენ გვინახავს ფოტო არქივიც არსებობს. რამხელა მასშტაბის გაცილება მოუწყო მათ ხალხმა, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში ამას ადარებენ რაღაც ელისაბედ მეორის, რომის პაპ ფრანცისკეს, მანამდე იოანე პავლე მეორის გარდაცვალებას, ამ გასვენებას, მით უმეტეს საქართველოში ასეთ პატარა ქვეყანაში და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება არის დანაწევრებული, პოლარიზებული, ბევრი სხვადასხვა მიზეზით, ასეთი ერთობა ძენდა რაღაც საოცარ ესთეტიკას იმ უკანასკნელი გზის. მე მგონია, რომ ეს გზა, ილია მეორის გზა არ დასრულებულა 22 მარტს და არ დასრულებულა სიონთან, იმიტომ რომ ის იმდენად დიდი ფიგურა იყო, რომ მომდევნო 10 წლეულები როგორც მინიმუმ ის თაობები, რომლებიც საქართველოში დღეს ვცხოვრობთ, მაინც ვიცხოვრებთ ილია მეორის ეპოქაში. Prostორედ პოსტ ეპოქაში შეიძლება, მაგრამ ყველაფერი რაც დაკავშირებული იქნება აწი ეკლესიასთან, ისევ მისი პიროვნებიდან იქნება გამომდინარე. მას ჰქონდა ძალიან დიდი ჩრდილი, რომელსაც ის აქცევდა და ძალიან დიდი სინათლეც. მე არ მინდა ახლა შევეხო ძალიან ბევრ საკითხს მისი მემკვიდრეობის, იმიტომ რომ დღევანდელი პოდკასტი ალბათ ცოტა სხვა რაღაცას უნდა მიეძღვნოს. რა თქმა უნდა, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, საეკლესიო სწავლებითაც უშეცდომოები წმინდა მამებიც კი არ იყვნენ, ხო? და მით უმეტეს, როდესაც აქ საუბარი არ არის მხოლოდ სასულიერო ლიდერზე, არამედ ადამიანზე, რომელმაც პოლიტიკაშიც შეასრულა ძალიან დიდი როლი. და ამის განხილვას ამ ფორმატში ალბათ არ უნდა ვახდენდეთ, მაგრამ ძალიან ბევრი არის ისეთი მომენტი და ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, რომელიც ალბათ ჩვენს მაყურებელსაც დააინტერესებს მომავალ თაობასაც. საბედნიეროდ ძალიან დიდი არქივია, ძალიან დიდი დოკუმენტური მასალაც და მოგონებებიც. თქვენ განსაკუთრებით ბევრი მოგონება გექნებათ და ალბათ არა მხოლოდ რაღაც პირადი შეგრძნებების დონეზე, არამედ იმ ცოდნაზე დაყრდნობითაც, რომელიც მის როლსა და ფუნქციას განსაზღვრავდა, ხო? თქვენ გახსოვთ ალბათ მისი ინტრონიზაციაც, გახსოვთ ის პერიოდი, საბჭოთა პერიოდი, როგორი იყო საერთოდ ეკლესიის მდგომარეობა და ალბათ პირველი თემატური ბლოკი ამას დავუთმოთ საბჭოთა პერიოდის ეკლესია. იმ ძიმე მემკვიდრეობიდან ამოყვანა, რომელიც მან მართლა თავისი მხრებით იჭისრა და ფაქტია, რომ შეასრულა დღევანდელი ეკლესია სულ სხვა ეკლესია, ვიდრე ის იყო მაშინ, როდესაც ის შეუდგა სასულიერობის 50-იან წლებში და მაშინაც, როდესაც გახდა პატრიარქი 77 წელს. რა თქმა უნდა, სასახად, მაგრამ მე მინდა დავუბრუნდე პირველ კითხვას, რომელიც გამისვი. გიორგი, ეს ეხებოდა როგორ წარუდგენდი? ხო, ეს საინტერესო გახსნა. მომავალ თავის წარმომადგენლებს ილია მეორის. მე მიმდიოდი ამ პასუხისკენ და გავაგზელებ, რომ ის რაც ჩვენ ნახეთ, ხო, როდესაც სრულიად განსხვავებული ადამიანები, რომ სამწუხაროდ დღეს საზოგადოება ძალიან დანაწევრებულია და შესაბამისად იმ ურუცხვ რაოდენობა ადამიანებს, რომლებიც მიემართებოდნენ პატრიარქს ის გამოსამშვიდობებლად სამებაში, იმ ადამიანებს შორის ალბათ უამრავი განსხვავება, ისინი ალბათ სხვა შემთხვევაში ერთმანეთთან გვერდითაც შეიძლება არ დამდგარიყდნენ, მაგრამ იმ ნაკადში, რომელიც მიემართებოდა სამებისკენ, უწმინდესის ცხედრის ცხედართა გამოსამშვიდობებლად, იმ ნაკადში იყო საოცარი ერთსულოვნება და საოცარი პოზიტიური ერთობა. და ეს იყო ჩემი აზრით სწორედ იმის
მანიშნებელი თუ რა შეძლო უწმინდესმა თავის მოღვაწეობის პერიოდში, რომ ის გახდა თითოეული ქართველისთვის სულიერი მამა, რომელიც სწორედ ერთიანობისკენ მოუწოდებდა ყველა ჩვენთაგანს. ყველა ერთნაირად უყვარდა როგორც საკუთარი სულიერი შვილი და მისი გარდაცვალების შემდგომაც ეს მისი, ასე ვთქვათ, ანდერძი თუ შეიძლება ისე ითქვას, ზედმიწევნით იქნა აღსრულებული ადამიანების მიერ, რომლებმაც სწორედ ამ ერთობით გამოხატეს მისდამი მისი მემკვიდრეობისადმი ერთგულება. ამ ერთობით, რომელიც მათ აჩვენეს სწორედ ამ დღეებში, როდესაც მიმდინარეობდა გამოშვება ილია მეორის. აი ამ სამგლოვიარო პროცესიაშიც იყო იმედი და არა სასოწარკვეთა. რა თქმა უნდა, ამიტომ კი პოზიტიური დადებით ერთობა. იმიტომ რომ ყველას, რა თქმა უნდა, მორწმუნეს ყველას გვესმის, რომ გარდაცვალება ამ ქვეყნიდან ეს არ არის დასასრული, პირიქით ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი და შესაბამისად ყველას გვესმის, რომ უწმინდესი გააგრძელებს ქვეყნისთვის შეწევნას, ზრუნვას, მისი სული ილოცებს ამ ქვეყნისთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის და ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ყველას გაცნობიერებული ქონდა და აქვს, რომ ეს გარდაცვალება არის მისი სულის, პატრიარქის სულის ახალი სიცოცხლის დასაწყისი და შესაბამისად მე ყველაში ხედავდი ამ იმედს. იმედს, რომ უწმინდესი გააგრძელებს ზრუნვას, მისი სული გააგრძელებს ზრუნვას ამ ქვეყანაზე და თითოეულ ჩვენთაგანზე გარდაცვალების შემდგომ. და მე პირველ რიგში ახალი თაობის წარმომადგენლებს, ჩვენი შვილების თაობის წარმომადგენლებს გავაცნობდი უწმინდესს როგორც სიმბოლოს თავმდაბლობის, სიმბოლოს რწმენის, სიმბოლოს თავისი ქვეყნის სიყვარულის, სიმბოლოს ჩვენი ერის ერთიანობისთვის თავდადებული მოღვაწის. აი ესე წარმოვაჩენდი მე, რა თქმა უნდა, უფრო სხვა ბევრ ასევე მნიშვნელოვან ეპითეტს არ დავიშურებდი უწმინდესის მოღვაწეობის აღსაწერად, მის პიროვნების დასახასიათებლად, მაგრამ მე ამას პირველ რიგში ხაზს გავუსვამდი, რომ ის იყო წარმოუდგენელი თავდაბლობის ადამიანი, რომელიც ყველას გვაძლევდა მაგალითს, რომ უნდა მიუტევოთ ჩვენს თანამოძმეებს, უნდა შენდობა ვთხოვოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ის მუდმივად შენდობას ითხოვდა. მუდმივად ამბობდა, რომ მე ვარ ცოდვილი ღმერთის წინაშე და გვაძლევდა მაგალითს, რომ ვიყოთ ყოველთვის მზად, რომ აღიაროთ და არ შეგვეშინდეს, რომ აღიაროთ, რომ ყველანი ცოდვილები ვარ და არ მოგვერიდოს, რომ შენდობა ვითხოვოთ ამისთვის. როდესაც შენ გაქვს ამის განცდა, რომ შენ თვითონ ცოდვილი ხარ და შენდობა გჭირდება, შესაბამისად შენ თანამოძმის მიმართ აგრესიული არ იქნები, იმიტომ რომ ასევე უნდა მიუტევო მას შეცდომები, როგორც შენ გინდა მოგეტევოს, ასევე უნდა იყოს მზად, რომ მიუტევო შენ თანამოძმეს ისი შეცდომებანი და შესაბამისად არ უნდა იყო განწყობილი აგრესიულად და არ უნდა კონდეს ადგილი სიძულვის მით უმეტეს ადამიანებს შორის ურთიერთობაში, მით უმეტეს იმ ადამიანებს შორის ურთიერთობაში, რომლებიც თავიანთ თავს ქრისტიანად მიიჩნევენ. რაც არ უნდა განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ტიპის შეხედულებები კონდეს, ქრისტიანობა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთს მიტევება და შენდობა ცოდვების, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ საჭიროებთ მიტევებას და შენდობას, იმიტომ ყველა ჩვენთაგანი ცოდვილია. და ამის არაჩვეულებრივ მაგალითს გვაძლევდა უწმინდესი თავისი ქადაგებებით, თავისი მოწოდებებით, ყოველთვის ვახსენებ ხოლმე, როდესაც საუბრობთ მის ქადაგებებზე, ეპისტოლებზე, სადაც ის ძალიან გასაგებ ენაზე გადმოგვცემდა ბიბლიურ ჭეშმარიტებებს, ქრისტეს მოძღვრების არსს და ერთ-ერთ ქადაგებაში საუბრობს, რომ ჩვენ ერთმანეთზე გამარჯვებაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე გამარჯვებაზე. საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ ნაკლი, ეს არის, რა თქმა უნდა, სახარებაში არის ამაზე ძალიან მკაფიოდ საუბარი გასაგებად და ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანი
შეგონება რომ სხვისი განკითხვით კი არ უნდა იყო დაკავებული არამედ თუ ქრისტიანი ხარ პირველ რიგში შენ თავში უნდა ეძებდე ნაკლს და შენ უნდა გესმოდეს რომ შენ არ ახარ უცოდველი და შესაბამისად სხვისი განკითხვით უნდა დაკავდები პირველ რიგში იფიქრე საკუთარ ცოდვებზე იფიქრე საკუთარ ნაკლზე და შესაბამისად ამაცზე გაიმარჯვე და თუ გაიმარჯვებ საკუთარ ნაკლზე მაშინ შენ თანამოძღვრზე გამარჯვების სურვილი კი არ გექნება, არამედ გექნება სურვილი რომ დაუახლოვდე პირიქით შენ თანამოძღვრს და გაერთიანდე მასთან. გასაგები ენა ახსენეთ და ეს მართლაც გამორჩეული თვისება იყო განსვენებული პატრიარქის, კათოლიკოს პატრიარქის, იმიტომ რომ მას შეეძლო ყველა ადამიანის გონებამდეც და გულამდეც მიეტანა სათქმელი და ამასთან კავშირში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩემი აზრით იმ მრავალ დამსახურებათაგან ბიბლიის თარგმნა თანამედროვე ქართულ ენაზე. ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ტრადიცია გვქონდა თაწმინდელების მათ შორის ხო ბიბლიის გადმოტანა ქართულზე ეს არათუ მარტივი საქმეა, არამედ ამას ისტორიულად ჰქონდა თავისი მნიშვნელოვანი ფუნქციაც, ხო? ახლა დასავლურ ეკლესიაში, რომის ეკლესიაში ლათინურ ენაზე მიმდინარეობს ლიტურგიაც, მანამდე ბიბლიაც მხოლოდ ლათინურ ენაზე იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ის ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს ხალხის საჭიროებებს, ხო? იმიტომ მოხდა გარკვეულწილად შეიძლება გაუცხოვებაც არა მხოლოდ ევროპაში, საქართველოშიც და ბევრ სხვა ქვეყანაშიც და ამიტომ მე შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეფორმაციის ესეც იყო. რა თქმა უნდა, ის ინდულგენციები და ასე შემდეგ, მაგრამ მარტინ ლუთერმა პირველად გადმოთარგმნა გერმანულ ენაზე ბიბლია, ხო? იმიტომ რომ უბრალო ხალხისთვის ეს მკვდარი ენა აღარ იყო გასაგები. შესაბამისად, ღვთის სიტყვას ისინი ვერ იგებდნენ, რაღაცა ტრადიციის დონეზე იყო მათთვის ქრისტიანობა და რწმენა და ასე იყო საქართველოშიც. ეს ძალიან ლოგიკური რამ არის, იმიტომ რომ ენა არის ცოცხალი ორგანიზმი, ხო? ძალიან ლამაზია ძველ ქართული, ძალიან ლამაზია და მე არ ვამბობ რომ არ უნდა იყოს ძველ ქართულად შეიძლება ლიტურგიკული მსახურება, მაგრამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ იმის გაგები, ისედაც ურთულესი ტექსტია, ხო? ბიბლია მით უმეტეს, როდესაც ამდენ საუკუნეს ითვლის და იცვლის ბევრი რამ მნიშვნელობას და ქართულიც არ არის გამონაკლისი. ეს კარგია. ის ენა, რომელიც არ ვითარდება და დაკონსერვებული არის, იგი მას არც ლიტერატურა აქვს და ასე შემდეგ. ჩვენთანაც შეიძლება ახლა ჩვენ ვსწავლობთ რაც ჰაგიოგრაფიას, ვეფხისტყაოსანს, ბევრი რამ გვესმის, სხვათაშორის ვეფხისტყაოსანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენ კიდევ გვესმის ძველი ქართული ნაწილობრივ იმდენად დიდი მასშტაბის იყო. მაგრამ ახალ ქართულზე პრაქტიკულად არ გქონდა ჩვენ ბიბლია და ეს ილია მეორემ მოახერხა და მოახერხა როდის? მოახერხა საბჭოთა პერიოდში. ეს ურთულესი საქმე იყო და მოდი ისე ვისაუბროთ საბჭოთა პერიოდში საქართველოს ეკლესიაზე. რა მემკვიდრეობა დახვდა და საიდან დაიწყო? მისი ათვლის წერტილი. ითქვას რომ როდესაც აღსახტრება მოხდა ილია მეორის იმ პერიოდში ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გვესმის რაც როგორი ძალადობა განხორციელდა ბოლშევიკური საბჭოთა წყობილების მიერ ეკლესიაზე, ღვთისმსახურებზე და ეს გრძელდებოდა 21 წლიდან, როდესაც მოხდა საქართველოს ოკუპაცია, აგრესიულად გრძელდებოდა ეს მთელი ეს პერიოდი, როდესაც საქართველო ოკუპირებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ და იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ძალით ჩართული. ცხადია, რომ როდესაც უწმინდესი ავიდა პატრიარქის ტახტზე, ამ პერიოდში მას იმდენი გამოწვევა დახვდა, რომ მართლაც პრაქტიკულად ურწმუნო ერი იყო მაშინ ქართველი რწმენა დაკარგული, ხო? პირჯვრის დონეზე დარჩენილი ისიც ჩუმად. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ის რაც მოახერხა ილია მეორე მართლაც აი ღვთის დიდი მადლით და შეწევნით პირდაპირ შეწევნით მოხდა ეს,
რა თქმა უნდა მაშინ ყველა ნაბიჯი კონტროლდებოდა უშიშროების სამსახურების მიერ საბჭოთა უშიშროების სამსახური საქართველოს უშიშროების სამსახური და რელიგიის საბჭოთა წვლებული ხო პირდაპირ დანიშნული ცენზორები რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანი რომელიც ეკლესიაში მივიდოდა მასზე წესდებოდა განსაკუთრებული მონიტორინგი ამას როგორც წესი თუ ხშირად დაიწყებდა სიარულს აუცილებლად მოყვებოდა სანქციებიც და ეს იყო შესაბამისად ყველასთვის გაფრთხილება რომ არ გაბედოთ ეკლესიაში სიარული. მაგრამ მიუხედავად ამისა უწმინდესმა დაიწყო მეთოდურად ნაბიჯ ქვეყნის უბრალოდ ქართული ერის გამოგვიძება და მოbrunება ქრისტესკენ, სარწმუნოებისკენ და დღეს ჩვენ ძლიერი ინსტიტუცია ყავს ეკლესიის სახით გამოგვიძებული რომ არის ქართული ერი და სარწმუნოებისკენ რომ მოbrunებულია სწორედ ამ უწყვეტი ნაკადით დადასტურდა რაც ჩვენ ნახეთ რომელიც მიემართებოდა სამებისკენ პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად და ეს არის ჩემი აზრით მართლაც უზარმაზარი ჯილდო ჩვენი უწმინდესის მოღვაწეობის მიმართ ჯილდო რომელიც ქართულმა ხალხმა ესე გულუხვად უბოძა მას მისი ამ ნაბიჯით ამ ერთიანობით სარწმუნოებისკენ მოbrunებით ამ იმედით რომელიც ჩვენ ახლა ესე თვალსაჩინოდ დავინახეთ. ხო, აი თვალსაჩინო ბახსენით ბოდიში და აი თვალსაჩინოებისთვის უფრო კარგად რო წარმოიდგინოს მსმენელმაც და მაყურებელმაც დღეს არის 40 ეპარქია საქართველოს ეკლესიის განმგებლობაში და 77 წელს მისი ინტრონიზაციისას იყო 15 ოღონდ ეპარქია არსებობდა, მაგრამ არ იყვნენ მღვდელმთავრები. მხოლოდ 6 მღვდელმთავარი იყო და ბევრ ეპარქიაში უბრალოდ საკათედრო ტაძრები არ ფუნქციონირებდა. ისევ აი ამ საბჭოთა რეპრესიების გამო ისტორიული შენობები, შენობა ნაგებობები ეკლესიის, მაგრამ იქ კათედრაც ვერ იქნებოდა და არც საკადრო რესურსი არსებობდა იმისთვის, რომ ეს ეპარქიები რაც არსებობდა ის მაინც ყოფილიყო დაკომპლექტებული და სხვათა შორის 78-79 წელი მეორე და მესამე წელსვე მისი პატრიარქობის მან გამოარჩია უკვე მღვდელმთავრები. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ბევრი კრიტიკაც გამოიწვია შეიძლება შემდეგ 80-იან 90-იან წლებში იმ კრიტერიუმების გამო, რომელიც გამორჩევას შეეხებოდა სასულიერო პირების, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ არა მხოლოდ შედეგობრივად, არამედ იმ პერიოდის გამოწვევების შუქზე. ხო, ეკლესიას სჭირდებოდა კორპუსი, ეკლესიას სჭირდებოდა რაღაცა სხეული და არ შეიძლება ისტორიული ფაქტების და ისტორიული ნაბიჯების და ქმედებების განსჯა რაღაც პოსტფაქტუმ პერსპექტივიდან, ხო, ეს ძალიან კარგად უნდა გავითავისოთ რა იყო მაშინ, რა საჭიროებები და გამოწვევები არსებობდა ეკლესიის წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ რეალურად სამღვდელოება განადგურებული იყო, ხო, იმ პერიოდისთვის, როგორც პრაქტიკულად ნულიდან უნდა მოხდარიყო აღდგენა, შესაბამისად ერთის მხრივ მრევლის მოქცევა, მეორეს მხრივ სამღვდელოების გაძლიერება, გამრავალად ცხობნება, როცა აუცილებელია ტაძრების ფუნქციონირების აღდგენა, ახალი ტაძრების შენება, ეს არის უზარმაზარი ამოცანები, ხო? რომელსაც პარალელურად წყვეტდა უწმინდესი და შესაბამისად ჩვენ ნახეთ, რომ ეხლა დღეისათვის მართლაც უკვე დიდი რაოდენობით მღვდელმსახური ყავს, რა თქმა უნდა, ამას სჭირდებოდა შესაბამისი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, იმიტომ რომ სხვაგვარად წარმოუდგენელია სასულიერო სემინარიის, სასულიერო აკადემიის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია მომზადება სამღვდელოების და ეს ცალკე გამოწვევაა, კიდე ეს პროცესი არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, ყველას გსურს რომ ძლავრი იყოს ეს საგანმანათლებლო რესურსი, საგანმანათლებლო ინსტიტუციები, მაგრამ თავარი ხო ის არის, რომ უწმინდესმა შეძლო ამ მიმართულებით, ყველა მიმართულებით გარღვევის მოხდენა, ხო, ერთის მხრივ
განათლების კუთხით სასულიერო სემინარია, სასულიერო აკადემია დაიწყეს ფუნქციონირება, დევსახურების რიცხონება გაიზარდა, არსებული ტაძრები ამოქმედდა, ახალი ტაძრები შენობა დაიწყო და აშენდა უამრავი ახალი ტაძარი და ეს ყველაფერი პარალელურად ხორციელდებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხეთ ილია მეორე და განათლება. საქართველოში არ არსებობდა სასულიერო სასწავლებელი, ხო? თავადაც რუსეთში ზაგორსკის აკადემიაში მიიღო სასულიერო განათლება, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ საბჭოთა სისტემის ბრალი. ეს იყო იმ იმპერიალისტური რუსული პოლიტიკის ბრალი, რომელმაც საქართველოში გააუქმა ქართული სასულიერო სემინარიები. ახლა მე-18 საუკუნეში ერეკლეს დროს არსებობდა თბილისის სასულიერო სემინარია და არსებობდა შემდეგ თელავის სასულიერო სემინარია, ხო? დავით რექტორი ერთ-ერთი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეც იყო. რუსებმა საქართველოს ანექსიით და შემდეგ ავტოკეფალიის გაუქმებით, ამაზე ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრეთ, მოსპეს ეს კერებიც. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში საქართველოში არ არსებობდა ქართული სასწავლებელი, ის სასწავლებელი, რომელიც იყო სასულიერო სემინარია, იყო რუსულენოვანი სემინარია, იმიტომ რომ რუსების პოლიტიკა იყო, რომ არ ყოფილიყო ქართულ ენაზე სწავლა და ამბობდნენ, რომ ამის საჭიროებაც არ არის. არსებობდა ესეთი სასწავლებელი 1921 წლამდე, ვიდრე საბჭოთა კავშირი შემადგენელი საბჭოთა რუსეთის მიერ იქნებოდა დაპყრობილი და ის სემინარიაც გააუქმეს. მაშინ, როდესაც თბილისში მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში მოქმედებდა სომხური ნერსესიანის სასულიერო სემინარია, ხო, რომლის შენობაც დგას დღესაც სვენეთის უბანში, ძალიან კარგი შენობაა, მაგრამ სომხური ეკლესია გაცილებით ძლიერი იყო, სომხურ ეკლესიას ვერ მოერია და ალბათ არც მოერია რუსეთი, იმიტომ რომ ის სხვა ძველი აღმოსავლური ეკლესია იყო, მაგრამ ქართული ვინაიდან იყო მართლმადიდებლური, მთლიანად გადაყლაპა და ეს რუსული სემინარიაც არ არსებობდა ვიდრე 1863 წლამდე, როდესაც მცხეთაში დაფუძნდა სასულიერო სემინარია. მართალია ილია მეორე არ იყო მაშინ პატრიარქი, მაგრამ იყო მღვდელმთავარი და პირველი რექტორი 1972 წლამდე. შემდეგ ეს სემინარია 94 წელს გადმოვიდა თბილისში, მაგრამ მან დააფუძნა აგრეთვე ჯერ თბილისის სასულიერო აკადემია უკვე, როგორც უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი და შემდეგ 90-იან წლებში გელათის სასულიერო აკადემია და დღეს ორი სასულიერო აკადემია გვაქვს. 1873 წლამდე ის თითოეულა სასულიერო პირიც კი ვერ შეძლებდა არა მხოლოდ აკადემიის, არამედ სემინარიის დასრულებასაც კი და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ხო, საკადრო თვალსაზრისით. ეს ილია მეორის პერსონალური დამსახურებაა, სხვათა შორის ილია მეორის დამსახურებაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ პატრიარქობიდან, არამედ პატრიარქობამდეც. როგორც გამოირჩა თავიდან ბათუმ შემოქმედის მიტროპოლიტად და შემდეგ უკვე 12 წელიწადი იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ის იყო აგრეთვე დიპლომატი და იყო პოლიტიკოსი. და აქვე უნდა შევეხოთ ალბათ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან და ეროვნულ იდენტობასთან არის კავშირში, ეს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. და ის უდიდესი პერსონალური ღვაწლი, რომელსაც ვერავინ მისი ყველაზე მწვავე კრიტიკოსიც კი ვერ დაუკარგავს და ვერ იტყვის, რომ ეს არ არის არა მხოლოდ ლომის წილით, არამედ მთლიანად, პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ილია მეორის დამსახურება. ანუ რუსეთმა, რომელმაც ჩვენ 1811 წელს გაგვიუქმა ავტოკეფალია და ვისაუბრეთ ამაზე, ხო, რატომ და როგორც მოხდა და სხვათა შორის ასეთი რამ არ უქნია არც ერთ სხვა მუსლიმ დამპყრობელს, მიუხედავად იმისა, რომ ქართლშიც საუკუნე ნახევარი თითქმის და კახეთშიც ქრისტიანი მეფეები აღარ ეკურთხებოდნენ 1754 წლამდე. ესეთი რაღაცა მათაც კი არ უქნიათ. მიუხედავად იმისა, რომ არ ბევდნენ ქართულ ტაძრებს, ხო, საქართველოს ეკლესია იყო უწყვეტად დამოუკიდებელი და ავტოკეფალური და არის 60 სიქულო ეკლესია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი განმანათლებელი წმინდა ნინო, მაგრამ ამ ავტოკეფალიის თვალსაზრისით და ამ სახარებისეული უწყვეტობის ტრადიციით, ხო, ჩვენთან
არის ანდრია პირველწოდებულის მიერ დაფუძნებ, ხო, ის ითვლება, ასე ვთქვათ, იმ მოციქულად, რომლის ეკლესიაც არის საქართველოში და გარდა ანდრიასი იყო სვიმონ კანანელი და მატათაც, რომლის საფლავიც არის აფხაზეთში, ხო? დღესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე. და მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დიდი ღვაწლით მოპოვებული ავტოკეფალია, რომელიც უფრო მეტად გაძლიერდა შემდეგ მე-10 საუკუნეში, როდესაც აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოები შეერთდა და ეს პირველად პატრიარქის ტიტულით სწორედ მაშინ მივიღეთ. აი ეს გააუქმა რუსეთმა. რუსეთისთვის საერთოდ რომ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა ეკლესია, ეს არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში გამოჩნდა პეტრე პირველმა რუსეთის ეკლესია და სინოდი ჩამოაყალიბა როგორც კოლეგია, ერთ-ერთი სამინისტრო, ის იყო სახელმწიფო აპარატის შემადგენელი ნაწილი. ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატის დროს გამოჩნდა მათი ზრახვა, რომ ქართული ეკლესიის, ქართლის კათოლიკოსი და პატრიარქი უნდა შესულიყო ამ რუსეთის სინოდის შემადგენლობაში თან მერვე წევრად. და შემდეგ ეს ყველაფერი რამდენიმე ათწლეულში უკვე ძალიან ნათლად და აგრესიული ფორმით გამომჟღავნდა, მათ გაგვიუქმეს ავტოკეფალია და საქართველო დაიკარგა იმ დიპტიქშიც, როგორც ძველი ეკლესია, ერთ-ერთი უძველესი ეკლესია, ხო? თავის დროზე მე-6 ადგილი გვეკავა, მე-5-ც, როგორც ამბობენ ზოგიერთი წყარო და ჩვენ საერთოდ გავქრით. ახლა ჩვენ ბევრს ვერ ვისაუბრეთ, ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ 1917 წელს, როდესაც აღდგა კირიონისა და ლეონიდეს დიდი მოღვაწეობის შედეგად ავტოკეფალია, ის იყო უბრალოდ არ აღიარებული, მაგრამ რეალურად ჩვენი გამგებლობა, ჩვენი ავტონომია გვქონდა, რომელსაც არ აღიარებდნენ სხვა საპატრიარქოები. 1953 წელს შემდეგ უკვე რუსეთის მოსკოვის საპატრიარქომ აღიარა და ეს ამასაც პოლიტიკური სარჩული ჰქონდა ბუნებრივია, რომ სტალინს სჭირდებოდა ეს ომის დროს და უნდა საბჭოთა კავშირში მართლმადიდებლობის ცენტრის დაფუძნება, მაგრამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო ეკუმენური საპატრიარქო კვლავაც არ აღიარებდა საქართველოს და ილია მეორეს პრაქტიკულად 3 ათწლეული დასჭირდა იმისათვის, რომ მოეპოვებინა ტომოსი. არა, მოეპოვებინა არა როგორც ახალი ტომოსი, როგორც მიიღო მაგალითად ახლა უკრაინის ეკლესიამ, არამედ მოეპოვებინა აღიარება როგორც ძველი ეკლესიისა და ამას დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა და ცნობილი არის 1873 წელს როდოსში, როგორც ახალგაზრდა მღვდელმთავარი საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი, ეს 1873 წელია, ჯერ კიდევ ხრუშჩოვის დრო, 1900 ბოდიში. და იმ დროს მიდის და პრაქტიკულად დემარშს აკეთებს, იმიტომ რომ არ აღიარეს, არ მოიწვიეს, არ მოიხსენიეს და ძალიან აქტიურად იბრძვის ამისათვის, ვიდრე 1990 წლამდე, სანამ მოიპოვებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან ამ აღიარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც კირიონი, ლეონიდე და სხვა ქართველი სასულიერო პირები ითხოვდნენ ავტოკეფალიას, მათ უარს ეუბნებოდნენ იმის გამო, რომ თქვენ არ გაქვთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და არ შეიძლება ერთი სახელმწიფო შიგნით ორი მართლმადიდებელი ეკლესია იყოს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და ავტოკეფალია არამხოლოდ მართლმადიდებლებისთვის ხდის ამას მნიშვნელოვან საკითხად, არამედ ნებისმიერი ქართველისთვის, მიუხედავად მისი აღსარებლობისა ან აღსარებლობის და რწმენის არარსებობისა, ყველასთვის ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი. და ამაზე ალბათ მომავალში ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის უბრალოდ საეკლესიო და კანონიკური საკითხი, რაც გააკეთა ილია მეორემ და ბევრი რამ არის სიმბოლური, მათ შორის ისიც, რომ ერთი წლით უსწრებდა დამოუკიდებლობის აღდგენას ავტოკეფალიის აღიარება, ისევე როგორც 1917 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ერთი წლით უსწრებდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენთვის და მისი წვლილი ამაში არის განუზომელი. მართალია ის მე-6 ადგილი ჩვენ დღემდე არ გვაქვს დაბრუნებული, მაგრამ ბოლომდე ის ინარჩუნებდა მნიშვნელოვან კომუნიკაციას და ძმურ მეგობრობას, ძმურ დამოკიდებულებას და
თვითონ კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან და ეს გამოჩნდა კიდეც მისი დაკრძალვის ცერემონიალზე, როდესაც პირველი თანასწორთა შორის მართლმადიდებელ მაღალ იერარქებში ჩამობრძანდა და მას აუგო წესი. აქვე არ შეიძლება არ ვისაუბროთ ალბათ კიდევ ერთ სიმბოლურ საკითხზე, სიმბოლურზე, იმიტომ რომ სამების ტაძარი არ არის უბრალოდ ტაძარი, ეს არის რაღაცა 1000 წლეულის სიმბოლო, ხო? ილია მეორესაც უყვარდა სიმბოლურობა, ისევე როგორც პირველი მეორე 1000 წლეულების მიჯნაზე საქართველოში 3 ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ტაძარი აიგო, ხო? ბაგრატი, სვეტიცხოველი და ალავერდი. მეორე მესამე 1000 წლეულების მიჯნაზე ეს 1000 წლეულის პროექტი იყო სამება. აი ამაზე რომ გვესაუბროთ, თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ. სანამ ვისაუბრებდით სამების ტაძარზე, მე ვფიქრობ, უნდა ითქვას ერთი რამ, რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა 21 წლის შემდგომ ეკლესია იყო უზარმაზარი წნეხის ქვეშ საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მანამ სანამ ჩვენ დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით ხელახლა 1918 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, მანამდე 100 წელს მეტი რუსეთის იმპერია ცდილობდა რომ პრაქტიკულად საქართველოში ჩაეკლა სახელმწიფოებრიობის განცდა. რომ ჩვენ ქონდა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო და რომ რეალურად მოხდა ჩვენი სახელმწიფოს ანექსია რუსეთის იმპერიის მიერ და ამისთვის რა გააკეთეს? პირველ რიგში გააკეთეს ის, რომ ის ორი სვეტი, რაზეც იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ტახტი, სამეფო ტახტი და ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორი გააუქმეს. ორი სვეტი, რაზეც იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და რის შედეგადაც ჩვენ შევძელით საოცარი სასწაულის შეძლო ქართულ ხალხს. ხო, ხშირად უწმინდესი, რომ საქართველო არის თავისთავად სასწაულიო. ხო და ეს სასწაული სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ამ ორ სვეტზე იდგა საქართველოს სახელმწიფო სამეფო ტახტზე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაზე და შესაბამისად რუსეთის იმპერიამ ეს ორი სვეტი მოშალა. იმისათვის რომ საერთოდ დაეკარგა ქართულ ერს სახელმწიფოებრიობის განცდა. ხო, აქ შესაბამისად იყო ყველა ნაბიჯი გადადგმული, მათ შორის სახურების, ეკლესიის სახურების კუთხით, რომ ნელ-ნელა ეს სახურება გადასულიყო რუსულ ენაზე, აღარაფერს ვამბობთ ცნობილ ფაქტზე, რომ მოხდა გადაღება ეკლესიების შიგნიდან, შეთეთრება. კირით შეთეთრება, იმისაც რომ დაფარული იყო ქართული საეკლესიო საგანძურის გატანა, ამავდროულად საგალობლების პრაქტიკულად გალობის ლამის აკრძალვა, ხო? ეს უდიდესი საგანძურის ამ დღეებში იყო სწორედ საუბარი იმაზე თუ რა არის როლი მიუძღვით ფილიმონ ქორიძეს და ექვთიმე კერესელიძეს 5000 საგალობელი ჩაიწერეს ნოტებით. კი, ექვთიმე კერესელიძეს მათ შორის რომელიც წმინდანად იქნა შერაცხული შემდგომ სწორედ უწმინდესის დროს. და ამიტომ ცხადია გასაკვირი არ იყო რომ ავტოკეფალია გააუქმეს. ეს გააუქმა რუსეთის იმპერია. როგორც ამბობენ, უმცროსმა დამ ჩაყლაპა უფროსი და, ხო? ანუ ძველი ქართული ეკლესია, უმცროსმა ახალგაზრდა ქართული ეკლესია. ამის უკან იყო შორსმევალი მიზნები. სახელმწიფოებრიობის განცდის მოკლა. და ამიტომ არ არის გასაკვირი, როცა ჩვენ ვიბრუნებდით დამოუკიდებლობას, პირველ რიგში ხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. შემთხვევით არ არის, რომ ერთი წლით ადრე მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენამდე 1918 წელს 1917-ში მოხდა ავტოკეფალიის აღდგენა, დაბრუნება და 91 წელს აღდგენის თარიღამდე აღდგენამდე ერთი წლით ადრე 90 წელს მოხდა ავტოკეფალიის აღდგენა კვლავ. სრული აღიარება, იმიტომ რომ სწორად აღნიშნეთ, რომ მოსკოვის საპატრიარქო მაშინ სტალინის დავალებით 53 წელს აღიარა ავტოკეფალია, ეს არ ნიშნავდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის რეალურად აღდგენას, რეალური აღდგენა მოხდა 90 წელს. და ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ეს მემკვიდრეობა იყო პრაქტიკულად 2 საუკუნის ურთულესი პერიოდის მიერ, ასე ვთქვათ, შექმნილი უმძიმესი მემკვიდრეობა.
და უწმინდეს სწორედ ამ დროს მოუწია რომ ხელში აიღო მართვის სადავები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და ამიტომაც არის განსაკუთრებით დასაფასებელი მისი ღვაწლი სწორედ რომ ერთის მხრივ ერის მობრუნება ქრისტესკენ, სარწმუნოებისკენ და მეორეს მხრივ იმ უარყოფითი გავლენების და ზემოქმედების აღმოფხვრა, რომელიც მუდმივად იყო გამოწვეული იმპერიალისტური ნაბიჯებით რუსეთის იმპერიის მხრიდან. ხო, ამიტომ ბევრი გამოწვევის გადალახვა მოუწია მას და მე ვფიქრობ, რომ მან საოცრად პირდაპირ სასწაულია, საოცრად შეძლო ამ ამოცანებს გამკლავებოდა და გადაეჭრა. და ცხადია, რომ ეკლესიის როლი დღეს არის უზომოდ დიდი იმისათვის, რომ ჩვენ გამოვიმტკიცოთ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, იმისათვის, რომ ქართველებში გამყარდეს სახელმწიფოებრიობის განცდა და ეკლესიის როლი ისტორიულად იყო სწორედ ერთ-ერთი სვეტი და ეხლაც განსაკუთრებით დიდი როლი აქვს ეკლესიას ამ მოცემულ ვითარებაში და მე ვფიქრობ, აი რითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რომ უწმინდესმა გარდაცვალებით კიდევ ერთხელ გაამთლიანა ჩვენი ერი, თავისი სიყვარულით გაამთლიანა ჩვენი ერი, იმედით გაამთლიანა ჩვენი ერი, სწორედ ეს არის ის ჩემი აზრით იმედის საფუძველი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს გამოვიდეს უმძიმესი ვითარები და რომელიც ახლა იმყოფება. და აი ეს ერთიანობა სხვათა შორის ძალიან ერთიანობის სურვილი ძალიან კარგად ჩანს აგრეთვე იმ თავდაპირველ განზრახვაში, როგორც უნდოდა მას სამების ტაძრის აშენება, რომ ის მთელ ქართულ ხალხს აეშენებინა. სწორედ ამ კითხვაზე პასუხს ემსახურებოდა ის, რაც მე გითხარით და პლუს რა თქმა უნდა ეს უსვამდა ხაზს იმას, რომ ეს არის ქართველი ერის მიერ აშენებული ტაძარი. რა თქმა უნდა იყო უზარმაზარი შემოწირულობები განხორციელებული, ეს ბუნებრივია. ბუნებრივია, მაგრამ მისი სიტყვები იყო, რომ ეს არის ქართველი ერის მიერ აშენებული ტაძარი. და ეს ამას ის ყოველთვის ხაზს უსვამდა. რა თქმა უნდა, ეს არავის არ უკარგავდა მის ღვაწლს, ამ თუ შემომწირველს და რა თქმა უნდა, ამის დაკარგვა არ შეიძლება. ხო, მაგრამ ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ეს ქართველი ერის მიერ აშენებული ტაძარი. რა თქმა უნდა, ეს მარტო შედეგით კი არ უნდა განსაზღვროთ, ახლა სახარებაშიც არის ხო, როდესაც უპოვარი დედაკაცი მცირეს შეიძლება, მაგრამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს, ხო? ის სხვანაირად არის. პირდაპირ ამოსიესო სახარებაში, რომ ყველაზე დიდი შესაძირავი არის ამ ქვრივი დედაკაცის ამბობს, რომელსაც თავისი ბოლო რაც ჰქონდა ის შესწირა. და ეს მართლაც ასე გამოვიდა, სამების ტაძარი არის ქართველი ხალხის აშენებული ნამდვილად და ეს მნიშვნელოვანი მიღწევა, ისევე როგორც ილია მეორის დამსახურება ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ არ გვინდა რომ მის სასულიერო მხარეზე ვისაუბროთ იმდენი რამდენადაც როგორც პატრიოტზე. ბავშვების ნათლობა, მესამე და მეომდევნო შვილების. როდესაც ამ ქვეყანაში გვაქვს ასეთი დემოგრაფიული კრიზისი, ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთო წახალისებისთვის არის ალბათ ის რაც გააკეთა ილია მეორემ და 2008 წელს დაიწყო ეს საყოველთაო ნათლობა, დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით 50,000 ნათლული. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი არის მხოლოდ ამის გამო დაბადებული და რაღაც ეს ბეიბი ბუმერობა ყველა უკლებლივ ამას მიეკუთვნება, მაგრამ დიდწილად და უამრავი ადამიანი არის, რა თქმა უნდა, სწორედ ამ ინიციატივის, ამ წახალისების გამო გაჩენილი, რაც გაზომვადი შედეგია ალბათ მისი ღვაწლისა ქართველი ხალხის წინაშე. და ესეც ალბათ უნდა იცოდენ მომავალმა თაობებმა, მათ რომლებიც თავად შეიძლება იყვნენ ამ ილია მეორის ამ ინიციატივის გამო ამ ქვეყნად მოვლენილები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ალბათ ბოლო საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბროთ, არის დამოკიდებულება სახელმწიფოსთან და 2002 წელს ილია მეორის ასევე ინიციატივით გაფორმდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება, ეგრეთ წოდებული
კონკორდატი, რომელიც არეგულირებს ხო სახელმწიფო ეკლესიას შორის ურთიერთობას, სამწუხაროდ ძალიან ბევრს და ძლიერთ ამ ქვეყნისათა მათ შორის არასწორად ესმის ეს. სეკულარიზმი თვითონ ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ სეკულარიზმის საფუძველი არის თვითონ სახარებაში მოცემული ეს სიტყვები, ესოს სიტყვები, რომ მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. მგონიათ რომ მარტო კეისარს უნდა მისცე ის, რაც არის კეისრის, მაგრამ სინამდვილეში ამის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ მისცე კეისარს ის, რაც ღვთისაა. ამ ცნებისგან არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა დაზღვეული, ისტორიულადაც ასე ხდებოდა ხოლმე ხა ჩვენ გვესმის კარგად, მით უმეტეს მონარქიის დროს, მაგრამ დღევანდელ დღეს ეს არის კარგი მოდელი, სწორი მოდელი და ჩვენ ვისაუბრეთ მართალია სამგლოვიარო ცერემონიალის შედარებაზე ელისაბედ მეორის, მაგრამ ელისაბედ მეორე ჯერ ერთი გახლავთ თვითონ ინგლისის ეკლესიის ხელმძღვანელიც, მაგრამ აი სიმბოლურობა რაც აქვს კონსტიტუციურ მონარქიას ჩვენთან ესეთი რამ არ არის ბუნებრივია, მაგრამ პერსონალურად თავისი ავტორიტეტით ჰქონდა ეს ილია მეორეს, რომელიც გარეშეც რა თქმა უნდა პოლიტიკა არ იყო, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეში, ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფოს საქმიანობაში. კონკორდატის არსი არის ეს. და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს სამწუხაროდ ზოგიერთს გამოაქვს ის დასკვნა, რომელიც არ გამომდინარეობს კონკორდატიდან. კონკორდატი თავისთავად უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, იმიტომ რომ აუცილებელი იყო გამიჯნულიყო სწორედ ეკლესია სახელმწიფოსგან, რომ ეს სტუნება სახელმწიფოს მმართველებს ხშირად აქვს ცნობა, რომ ეკლესია თავენ სასარგებლოდ გამოიყენოს, ცნობა, რომ არავის არ გასჩენოდა. და შესაბამისად ეკლესია ავტონომიური უნდა იყოს სრულად თავის გადაწყვეტილების მიღებაში, სრულად ავტონომიური. და შესაბამისად ეკლესიაც არანაირ მონაწილეობას არ უნდა იღებდეს უშუალო სახელმწიფო გადაწყვეტილებებში. ცხადია ეკლესიას ამოცანა, რომ ქრისტეს სარწმუნოება განამტკიცოს, თავისთავად თუ კი ქვეყანაში ქრისტიანობის იდეალები წარმართავენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორი. თუ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაყრდნობით განხორციელდება ესა თუ ის სახელმწიფო გადაწყვეტილება, ეს იქნება საუკეთესო ინტერესებში, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ერის. ქრისტიანული ღირებულებები უდევს ევროკავშირს და დემოკრატიულ ღირებულებებს. შესაბამისად, როცა ჩვენ საუბრობთ არ ჩარევაზე, საუბრობთ უშუალოდ სახელმწიფო საქმეების მმართველობაში ჩარევაზე. რა თქმა უნდა, ეკლესიას ამის არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც არის კარგი, მაგრამ მეორე მხრივ არც სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკლესიაში, როცა საეკლესიო გადაწყვეტილება მიიღება. ეს ერთმანეთისგან გამიჯნა არის აუცილებელი და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კონკორდატი. მაგრამ თავისთავად, რა თქმა უნდა, თუ მის გაძლიერება ქვეყანაში სარწმუნოების, თუ კი მართლაც ფესვებს გაიდგავს ქრისტიანულ ღირებულებას, ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის უზარმაზარი დახმარება. იმიტომ რომ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაყრდნობილი სახელმწიფო გადაწყვეტილებები იქნება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებში და ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესებში. ამ ხრივ ზეგავლენა დიდია, რა თქმა უნდა, ხო, ეკლესიის თვითონ გარემოზე, თვითონ ერზე ზეგავლენა დიდია, მაგრამ უშუალო მმართველობითი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა მიიღოს დამოუკიდებლად, ისევ როგორც ეკლესიამ საეკლესიო საქმეებზე სრულად დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. ხო, კონკორდატის მიზანი აგრეთვე ის არის, რომ სადაც არის გადაკვეთის სფეროები, იქ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და ეკლესიამ და არა ის, რომ საკრალური სფერო და საერო სფერო იყოს ურთიერთ ჩარეული და პირიქით ამისგან უნდა აზღვევდეს წესით კონკორდატი, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს ერთი არა არის წესი. ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს, ხო, ეკლესია არის, რა თქმა უნდა, სახარებისეული გაგებით და საკრალური გაგებით არის სული წმინდის ეკლესია, რომელიც შეუცდომელია, მაგრამ ეკლესია არის ინსტიტუციური წარმონაქმნიც, რომელიც არსებობს სახელმწიფოში, სახელმწიფოებრივ სივრცეში და ამ ხრივ მათ თანამშრომლობა უნდა უწევდეთ, მაგრამ მეორე არის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ცდუნებები და ეს უკვე ხდება პოლიტიკა. რატომ ვახსენე ელისაბედ მეორე, ხო? ბრიტანული კონსტიტუციური მონარქია სიმბოლოებითაც არის გამორჩეული და მაგალითად იქ სადაც მონარქი არ მართავს, ოპოზიციასაც ჰქვია
მისი უდიდებულესობის ოპოზიცია, ხო? The loyal opposition of his or her majesty. Loyal იმას კი არ ნიშნავს, რომ ჯერ ერთი კონსტრუქციული ოპოზიცია და არც იმას ნიშნავს, რომ მეფის ან მონარქის ოპოზიცია, მონარქია არ მართავს, ის ოპოზიცია, მაგრამ არის რაღაც სიმბოლო, რომელიც მას აერთიანებს. საქართველოში პერსონალური სიმბოლო იყო ასეთი ილია მეორე. ილია მეორე იყო ყოველთვის ყველა მხარესთან, ყველა მხარისათვის და სამწუხარო ალბათ იმ ძალიან ლამაზ და ესთეტიკურ და გულწრფელ სამგლოვიარო პროცესიაში იყო ის, რომ ეს ისე მოახდინეს ძლიერთა ამ ქვეყნისათა, რომ როგორც ილია მეორეს ნამდვილად არც შეეფერებოდა და არც მოეწონებოდა, არც მისი სურვილი იქნებოდა, არის მცდელობები ამ ყველაფრის და მისი ავტორიტეტის მონოპოლიზაციის, მაგრამ ისტორია განშის. რა თქმა უნდა. ისტორია განშის ყველა. უნდა ითქვას, რომ ილია მეორის მიმართ პატივისცემა და სიყვარული პირველ რიგში უნდა გამომჟღავნდეს საქმეებით, ხო? და რა თქმა უნდა, მისი ხსოვნისა და ყველაზე დიდი პატივისცემა იქნებოდა ის, თუ კი არ მოხდებოდა, ასე ვთქვათ, მისი დასაფლავების დღეს გამიჯნა ხელისუფლების და ოპოზიციის, რომ ოპოზიცია არ უნდა ყოფილიყო. არ მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ განსხვავებული მოაზროვნე ადამიანებს. უნდა ყოფილიყო უშუალოდ დასაფლავების ცერემონიაში. ეს არ არის უწმინდესის სურვილი. არ ყოფილა არასდროს, რომ გამიჯნული ყოფილიყო პირიქით. ის იყო გამაერთიანებელი. უწმინდეს მთელი ცხოვრება ემსახურებოდა საზოგადოების გაერთიანებას და შესაბამისად მას ერთნაირად უყვარდა ხელისუფლების წარმოადგენლები და იმ ოპოზიციური ძალების წარმოადგენლები, რომლებიც მომიჯ ხელისუფლებაში არ იმყოფებოდნენ. მის დამოკიდებული იყო ერთნაირი, იმიტომ რომ ყველანი ვიყავით მისი სულიერი შვილები. შესაბამისად მის მიმართ პატივისცემის და სიყვარულის გამოხატულება იქნებოდა, თუ კი ყველანი ერთად იქნებოდნენ მისი დასაფლავების ცერემონიალზე. ხელისუფლება და ოპოზიცია. ოპოზიციას ეს იქნებოდა ყველაზე განსაკუთრებული დაფასება მისი ღვაწლის და მისი მოღვაწეობის. და შესაბამისად ამის ასე ვთქვათ, არ დანახო ის, რაც შეუძლია ჩემი აზრით ის ვერ ითავისებს, თუ რა იყო ჩვენი სულიერი მამის ძირითადი ამოცანა და მისი მთელი ამ მოღვაწეობის ხაზი, რომ არ დაყოფილიყო საზოგადოება, არამედ ყოფილიყო გამთლიანებული და გამთლიანებული ყოფილიყო წმენის ქვეშ. გამთლიანებული ყოფილიყო ეკლესიის ღირებულებების და ფასეულებების დაყრდნობით. ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, გამუდმებული შეგონება და ყველა მის ეპისტოლეში ეს ხაზგასმულია. და სამშობლოს სიყვარული, რომელზეც ის ამბობდა, რომ საქართველოს სიყვარული გაცილებით მეტია ვიდრე პოლიტიკური პარტიები, ეს მისი ძველი სიტყვებია. დიდი მადლობა ბატონო ბადრი. მე ჩვენი პოდკასტის დასაწყისში ვთქვი, რომ საქართველოს ისტორიაში მეორე ილია გარდაიცვალა, თქო, ილია მეორე. ამ შემთხვევაში მე არ მithქვამს, რომ მეორე ილია ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძე, რა თქმა უნდა, იყო ერის მამა. ილია მეორეს არ სჭირდება შედარება ვინმე სხვა, თუნდაც ისეთ ავტორიტეტთან, რომლის მსგავსით საქართველოს არ ჰყოლია, ხო, უდაოდ ეს არის ილია ჭავჭავაძე. ილია მეორეს ჰქონდა თავისი გზა. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ შეიძლება მას ჰქონდა შეცდომები, შეიძლება მას ჰყავდა ბევრი კრიტიკოსი, მაგრამ საერთო ჯამში მან დათესა უდიდესი სიყვარული, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან დიდხანს გაჰყვებათ თაობებს და დანარჩენი უკვე ჩვენი შესაძაფებელი არ არის. მას ისტორია შეაფასებს. ილია მართალი ყველას ახსენდება როგორც ენა მამული სარწმუნოების მოწოდების შემოქმედი და ილია მეორე მოწმენდის უნიტარესი ყველას გვახსენდება და გაახსენდება როგორც ღმერთის სამშობლო ადამიანის მოწოდების შემოქმედი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან კავშირშიც მოწოდები და ერთმანეთთან და თუ ყველანი ამ მოწოდებით ვიხელმძღვანელოთ, მაშინ ცხადია, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მალე ფეხზე დადგება და ასრულდება უწმინდესის ოცნება, რომ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს.
დიდი მადლობა თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ.